სხვანაირი გაგებით. მე ბევრს არ ვილაპარაკებ და სცენას დავუთმობ ლაშა ბახტაძეს და სანდრო კახეთელიძეს. დანარჩენს უკვე თქვენ თვითონ მივხვდებით. აი ხა საერთოდ აღარ დაგწევათ დასწრებული ვარ. აპლოდისმენტები. გაუშვით. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. შემდეგი სადგური. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა ასეთი აუდიტორიის წინაშე დგომა. მე ვარ ლაშა ბახტაძე, გახმოვანების მსახიობი და დიდი ალბათობით ჩემი ხმა მოსმენილი გაქვთ სხვადასხვა სერიალებიდან, ფილმებიდან თუ რეკლამებიდან. მაგრამ უფრო დიდი ალბათობით დღეს პირველად მხედავთ სახეზე. აი სწორედ აი ამ პარადოქსზე მინდა რომ დღეს ვისაუბრო და ზოგადად ინფლუენსინგის და კონტენტ კრეატორების სამყაროში ხმის მნიშვნელობაზე. კონტენტ კრეატორები ლოგიკურად იყენებენ თავიანთი კონტენტის შექმნისთვის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც არის ვიდეოს გადაღება, ფოტოს გადაღება თუ სხვა, მაგრამ არსებობს პროფესია, რომლის წარმომადგენლებიც უკვე წლებია კამერების მიღმა არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაყურებელს და მსმენელს ძალიან შეაყვარეს თავი. ეს ჩვენ ვართ, გახმოვანების მსახიობები. ჩვენთვის ჩვენი მთავარი იარაღი არის ხმა. ჩვენი ხმით არაერთი პერსონაჟი გაცოცხლებულა ქართულ ენაზე. ვცდილობთ მაყურებელს შევაყვაროთ არაერთი ფილმი, სერიალი, მულტფილმი თუ სხვა და ჩვენ მოვალეობაში შედის ისიც რომ ჩვენი ხმებით ქართულად მივანიჭოთ რაღაც ემოცია, შევქმნათ ხასიათი. და სწორედ ამიტომ მაყურებლებისთვის ძალიან ხშირად ხოლმე ხდება ესე რომ ჩვენი ხმა მათი საყვარელი პერსონაჟების განუყოფელ ნაწილად იქცევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მე და ციკო ინაურმა, რომ შეგვექმნა YouTube არხი, voice-over-ები, სადაც გახმოვანების მსახიობებს ამ სფეროს წარმომადგენლებს ეკნებოდათ შანსი გამოჩენილიყვნენ ესაუბრათ ფილმებზე, განეხილათ მაყურებლისთვის სასიამოვნო პერსონაჟები, მაყურებლები ასე ვთქვათ, შეგვეხედა კულისებს მიღმა, ვესაუბრებთ მათთან გახმოვანების სპეციფიკაზე, voice-over-ის სპეციფიკაზე, დუბლირების სპეციფიკაზე და გაგვეცა მათთვის სხვადასხვა პასუხები. აქ უნდა აღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კინოს როლი, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის. ეს ჩვენი არხის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ნაწილია. იმიტომ რომ კინო არ არის, როგორც ვიცით, მხოლოდ გასართობი საშუალება, კინო და სერიალი ერთგვარი სარკეა, რომელიც აირეკლავს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას. კინოს და სერიალის საშუალებით ძალიან ბევრ ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს წევენ, რომ ჩვენ საზოგადოება ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. და ასევე არის რა თქმა უნდა გასართობი კინო, რომელიც რაღაც დაღლილი და გადაღლილი დღისგან განსატვირთად ძალიან ისეთია მოკლედ განიტვირთები ადამიანი. და ჩვენთვის თუნდაც კინოს პოპულარიზაცია, სერიალების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პლატფორმაზე. ასე რომ მოკლედ რო ვთქვა, ზუსტად ამ იდეით შევქმნით მე და ციკომ ჩვენი არხი, რომ უფრო მეტად დავკავშირებულიყავით ჩვენს მსმენელთან და მაყურებელთან და გამოვჩენილიყავით მათთან და მოკლედ გამოჩენილიყავით არა მხოლოდ ხმით, არამედ სახით და ჩვენი ისტორიებით. გახმოვანებულია სპეციალურად ედ სამიტისთვის. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ. აი სანდროს დავუთმობ დროს. გამარჯობა, მოგესალმებით, მე ვარ სანდრო, მე ვარ მსახიობი და გახმოვანების მსახიობი და უკვე დამწყები კონტენტ კრეატორი. და მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ორგანიზატორებს, რომ ჩვენ როგორც დამწყები კონტენტ კრეატორები მოგვიწვიეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქ ყოფნა და იმედი მაქვს რომ ჩვენგანაც რაღაცა ისეთ წაიღებთ, რაც ჩვენ მიგვაქვს თქვენგან ერთი სიტყვით და მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს. ხო, არ შემიძლია ლაშას, ანუ სხვას ვის უნდა წამოეწყო პოდკასტი თუ არა გახმოვანების მსახიობს და ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენს პროექტს. მარტივად მინდა ვისაუბრო ერთ სიტყვით, საიდან წამოვიდა ჩემი პირადად სურვილი, რომ გამختارიყავი მსახიობი და გახმოვანების მსახიობი. ძალიან მიყვარს მულტფილმები.
ბავშვობიდან. ძალიან მიყვარს ანიმეები, ძალიან მიყვარს ვიდეო თამაშები, ფილმები და სამწუხაროდ არც დღეს გვაქვს მთლად კარგი სიტუაცია, მაგრამ ბავშვობაში უფრო მეტად იყო დეფიციტი კარგი ხარისხიანი ქართული გახმოვანების. ამიტომ იმდენად მიყვარდა ეს სიტყვაზე მულტფილმები, ფილმები თუ რაღაც გადავწყვიტე რომ მე რო გავიზრდები მეთქი აუცილებლად იქნება იმის ფუფუნება რომ ხარისხიან ქართულ გახმოვანებას შევთავაზებ ქართველ მაყურებელს მეთქი. შესაბამისად ისეთი რაღაც უნდა მეპოვნა, რასაც გამოვაჩენდი საჯაროდ და არ მექნებოდა იმის დაბრკოლება, რომ სიტყვაზე საავტორო უფლებები დამიბლოკავდა რაღაცას, მაგალითად ანიმეებზე ვცადე ქართული გახმოვანების აფიშირება და სამწუხაროდ ბლოკავდა ყოველთვის საავტორო უფლებები და რაღაცა ისეთი უნდა მეპოვნა, რისი საჯაროდ ჩვენებაც გახდებოდა შესაძლებელი. და ესეთი აღმოჩნდა ვიდეო თამაშები. ვიდეო თამაშების გეიმპლეი არის აბსოლუტურად ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, ქმნილება. შენ გაქვს რაღაცა კონკრეტული იარაღი, ამ შემთხვევაში პერსონაჟი, იქნება ეს კრატოსი, არტურ მორგანი თუ ვინმე სხვა, ნებისმიერი ცნობილი პერსონაჟი და გაქვს ღია სამყარო, სადაც შენ იყენებ ამ იარაღს იმისთვის, რომ აღმოაჩინო ეს სამყარო. შესაბამისად, პირველი პროექტი, რასაც ასე ვთქვათ, ვეცი პირდაპირ ვთქვათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს იყო ნარუტოს თემატიკაზე გაკეთებული თამაში Ninja Storm-ი, რომელსაც ჰქონდა სინემატიკები ანიმე სტილში და გადავწყვიტე, რომ მე უკვე როდესაც გავხდი პროფესიონალი გახმოვანების მსახიობი, ჩემს გუნდთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, მათ შორის ლაშასთან ერთად და სხვა მსახიობებთან ერთად, გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რაც მაყურებელს მიიზიდავდა და გამოაჩენდა, ასე ვთქვათ, ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს. არა მხოლოდ ხმით, არამედ სახითაც გამოჩნდებოდი, ასე ვთქვათ. მოდი გავუშვათ პირველი ვიდეო. მე შემიძლია ორივე წამებში დაგატყვევოთ და აკაცუკიზე ინფორმაცია გაცილებით მარტივად მოვიპოვო. უკვე საინტერესოა. მე მივხედავ, შენ არ ჩაერიო. კარგი. აი, ახლა გავწიფდი. ამ ფორმით შემებრძოლები. ბრძოლა ჰიროკოთით შემეძლო, მაგრამ მინდა რომ ნამდვილი მარცხის გემო გაგასინჯო. ამისთვის კი ეს საუკეთესო ფორმაა. ესე იგი ნამდვილი მარცხი? ო, ნედავ, როგორი გემო აქვს. მალე გაიგებ და სულ გემახსოვრება. ხო, ეს იყო ერთ-ერთი, მადლობა. ეს იყო ერთ-ერთი ვიდეო იმ 9 ვიდეოთაგან, რომელიც ავტვირთეთ Instagram Reels-ებზე და ჯამში ამ 9 ვიდეოს დაახლოებით 2 მილიონამდე ნახვა დაუგროვდა და ეს იყო კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ძალიან დააინტერესათ ასე ვთქვათ შიდა სამზარეულო თუ როგორ კეთდება გახმოვანება, დუბლირება თუ ასე შემდეგ. ხო, აქედან უკვე წარმოიშვა იმის იდეა, რომ მე და ჩემმა დეიდაშვილმა, ვანო ხუხიამ გავაკეთეთ TikTok-ზე live gaming-ები, gaming stream-ები უпростоრად და დავამუღამეთ, რომ რაღაც მომენტებში, როდესაც პერსონაჟი ლაპარაკობდა, იქ ხო სუბტიტრებიც ეწერება და იმ სუბტიტრებს live რეჟიმში უცებ ვთარგმნიდი რა, რამდენსაც ვახერხებდი. და როგორც კი ამას ვთარგმნიდი და ვახმოვანებდი live რეჟიმში, უცებ თუ იყო სტრიმზე შემოსული სიტყვაზე 50-70 კაცი, უცებ ავიდოდა 100-120 კაცზე. შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ წინასწარ, რასაც ასე ვთქვათ, გავსტრიმავდით, წინასწარ გეიმპლეის გავახმოვანებდით, უпростоრად ვთარგმნიდი და შემდეგ live რეჟიმში თლიან სტრიმს გავახმოვანებდით. ნუ პირველივე დღეს ისეთი თუ ვიყურებდა 100 კაცი მანამდე, პირველივე დღეს, როდესაც წინასწარ დავგეგმეთ გახმოვანება და გავუშვით სტრიმი, შემოვიდა 500 კაცი, ანუ 5 ჯერ გაიზარდა მაყურებელი და მაშინვე დავწმუნდით, რომ ეს იყო ზუსტად ის, რაც უნდა გვეკეთებინა უკვე კიდევ შემდეგ საფეხურებზე. შემდეგ უკვე წამოვიდა იდეა, რომ სხვა ჩემს მეგობრებთან, პროფესიონალ გამხმოვანებლებთან უკვე გაგვეკეთებინა YouTube-ზე ცალკე პროექტი და ეს არის God of War Ragnarok-ის პროექტი, ალბათ ვინც გეიმერები რამდენი ხართ აქ? ვირამდეს გიყვათ ვიდეო თამაშები? ძალიან კარგი, მშვენიერი. მაშინ გეცოდინებათ God of War Ragnarok-ი და მოდი შემდეგი ვიდეოც გავუშვათ. საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება ჩანხარ. და ხარ მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება. თუ
თუ სიტუაცია სიმშვიდეს მოითხოვს. ვიტყოდი რომ ეს სიტუაცია მოითხოვს. იცით ვინც ვარ? სანამ ზამთარი ჩამოწვებოდა, რამდენიმე გაუგებრობა მოხდა. შენი ბიჭიც უსაფრთხოდ იქნება. შენ ხომ მხოლოდ ეს გინდა, არა? აბარა სიტყვი. არა. თელ დღეს ნუ მოანდომებ. როგორც იქნა. ხო, ესეც კიდევ ერთი ვიდეოა ჩვენი პროექტიდან. მადლობთ, უღმესი მადლობა. შემდეგ, ანუ ამ ვიდეოს YouTube-ზე მე მყავს დაახლოებით 3000 გამომწერი რა, მეტი არ იქნება. რამდენიმე დღეში იმდენად ბევრი ნახვა მოაგროვა, რომ ნუ გადავწყვიტე რომ არ გავჩენ, ნუ მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ უბიუჯეტოდ არის ეს პროექტი გაკეთებული ჩემი მეგობრების მიერ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ აგერ ლაშასაც გადავუხდი, მაგრამ აქვე ვისარგებლებ შემთხვევით. და გადავწყვიტეთ რომ არ გავჩერებულიყავით და კიდევ ერთი პროექტი გავაკეთეთ, კიდევ ერთი ძალიან ცნობილი თამაშის, ეს არის Ghost of Tsushima, იაპონურ თემატიკაზე დაფუძნებული თამაში, რომელიც მონღოლების მიერ იაპონიის კუნძულის Tsushimas დაპყრობაზე მოგვითხრობს და იმდენად მოტივირებულები ვიყავით, რომ ესე იგი Cameo არის ესეთი საიტი, საიდანაც უკავშირდები სხვადასხვა სელებრიტებს. დაუკავშირდით ამ Ghost of Tsushimas ორიგინალ ხმას, ანუ ჯინ საკაის ორიგინალ ხმას და ვაჩვენეთ ჩვენი გახმოვანებული ფანდაბი, ეგრეთ წოდებული. ფანდაბი კი ქვია, მაგრამ რეალურად პროფესიონალების მიერ არის გაკეთებული და მოდი შემდეგი ვიდეოც გავუშვათ. დღეს ჩემი ხალხისთვის მოვკვდები. ათასობით მაინც იქნებიან. სიკვდილს თვალებში ჩავხედავთ და ჩვენ სახლს დავიცავთ. ტრადიცია, სიმამაცე, ღირსება. ჩვენ ამით ვარსებობთ. ჩვენ Tsushimas მეომრები ვართ. ჩვენ სამურაები ვართ. და ბარემ შემდეგი მადლობა, შემდეგი ვიდეოც გავუშვათ. ეხლა გაჩვენებთ თვითონ დაისუკეთ სუჯის რეაქციის ვიდეოს, იმან კი 20 წუთიანი გამოგვიგზავნა, მაგრამ პატარა ნაწყვეტს გაჩვენებთ უბრალოდ. Amazing. It makes me want to play the game again. Congratulations. That's amazing. Thank you so much for all the work that you put in with I don't know how many actors were involved in that, but that was a lot of characters. Amazingly done. I don't think I've ever heard a Georgian language before, so thank you for sharing that with me. I did have to look up, Google, where is Georgia? And what does the language sound? It's not a language that I'm familiar at all. So great work. Keep up the great work, everybody, not just Sandro, but I don't know, the entire cast. Thank you so much for doing all this work so that people in Georgia can experience it in their own language. Hope that video games can be enjoyed in all of the languages. ხო, აი ესეთი მოწონება დავიმსახურე დაიზოკეთ სუჯისგან. ხო, იმაზე აღარ ვისაუბრებ გახმოვანების მსახიობებს რა როლი აქვთ ციფრულ მარკეტინგში და ერთი პრინციპში იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან გთხოვთ, რომ მოусმინოთ გახმოვანების მსახიობი, რასაც გირჩევთ. როდესაც უკვეთავთ რეკლამას და დიდი მადლობა ერთი სიტყვით ამ შესაძლებლობისთვის, მოსმენისთვის და გამოიწერეთ voice-over-ები, გამოიწერეთ სანდრო კახეთელიძის არხი. მადლობა კიდევ ერთხელ მეგობრებო.